Hello, today I'm going to teach you how to use used to and would in a perfect way. And you remind me of someone I used to know. He used to be a house painter. I used to think it was AIDS, but So stay here, and if you haven't subscribed my channel, please do it now. Okay, let's get started. ჩემმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ თითქმის ყველა მოსწავლეს, ვინც კი მყოლია, და სანამ აი ამ თემამდე მივიდოდით, ყოველთვის ჰქონდა კითხვის ნიშნები ამ used to-სთან დაკავშირებით. ცალკეულად სიტყვა use ნიშნავს გამოყენებას, თუმცა ის არანაირ კავშირში არ არის used to-სთან. ეს არის გრამატიკული სტრუქტურა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე და ეს დაგეხმარება, რომ უფრო კარგად და თავისუფლად ისაუბრო ინგლისურში. So, ამასთან ერთად მევახსენე სიტყვა would-იც. Would-ს რამდენიმე გამოყენება აქვს ინგლისურში და ჩვენ ერთ-ერთ მხარეს დღეს მიმოვიხილავთ, რომელსაც კავშირი ექნება წარსულის ჩვევებთან. მოკლედ, used to-ს ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვინდა ავღნიშნოთ რა ჩვევები გვახასიათებდა ადრე. ანუ რას ვაკეთებდით ხოლმე. მე მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დაიმახსოვრონ ეს სიტყვა როგორც ადრე ან ხოლმე. იმიტომ რომ თუნდაც მინდა ვთქვა, რომ ბავშვობაში ძალიან აქტიური ვიყავი, ან ადრე ანუ ამას ვშვებოდი ხოლმე, ან ამას ვაკეთებდი ხოლმე, დამჭირდება აუცილებლად used to-ს გამოყენება. So, I used to be very active as a child. იქნება ამის ზუსტი თარგმანი, რომ ბავშვობაში ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. შესაძლოა ქართულ წინადადებაში საერთოდ არ გაჟღერდეს სიტყვა ადრიან ხოლმე, უბრალოდ, როდესაც ჩვენ კონტექსტის მიხედვით ხვდებით იმას, თუ რასაც ვამბობთ, ხდებოდა გრძელი პერიოდის მანძილზე ადრე წარსულში და არ მომხდარა ერთჯერ. დაიმახსოვრე, used to-ს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ, უბრალოდ წარსულის ერთშრედი მოქმედების გამოსახატავად, აი, პირობითად გუშინ მთელი დღე ვატარე მანქანა. ანუ ამას მე used to-თი ვერ ვიტყვი, მაგრამ ადრე უფრო ხშირად ვატარებდი მანქანას, აი ეს შემიძლია ვთქვა used to-თი. როგორი წარმოება used to? როგორც ჩვენ უკვე ვხედავთ, ნახე, როგორი წინადადება მივიღეთ, I used to be very active as a child, ანუ სუბიექტი მყავს, მე, I. მერე აუცილებლად მჭირდება used to და შემდეგ უკვე მჭირდება ზმნის საწყისი ფორმა. Used to be, ყოფნა. ყოფნა ხო, საწყისი ფორმა არის be. Very active as a child, უკვე დასრულდა წინადადება. თუ მე მინდა გამოვიყენო იგივე სტრუქტურა უარყოფითში, აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ გვჭირდება დამხმარე ზმნა დიდის გამოყენება. რატომ? იმიტომ რომ ამას აქვს მაინც კავშირი წარსულთან. აი ხომ შეიძლება ვთქვა, რომ მე ადრე ყავა არ მომწონდა და ეხლა პირიქით მომწონს, ან ადრე არ ვსვამდი ხოლმე ყავას და ეხლა ვსვამ. ან პირიქით, in my case, ბავშვობაში არ მიყვარდა ჩაის დალევა, ეხლაც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეხლა უფრო ვსვამ. Adre საერთოდ არ ვსვამდი. So, I didn't used to drink tea. And გაითვალისწინე აუცილებლად ის, რომ თუ მტკიცებაში ჩვენ ვიყენებთ used to-ს, ნახე უარყოფითში რა მოხდა, did not და used to, ანუ d ბგერა მოგვეკლდა. ეს ხდება ზოგადად აუცილებლად, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიყენებთ დამხმარე ზმნას did-ს, ზმნა უბრუნდება საწყის ფორმას. სასაუბრო ინგლისურში ხშირად იყენებენ ხოლმე სიტყვა never-ს, I never used to. და აღარ დაგჭირდებათ did not-ის გამოყენება. ეს იმიტომ, რომ ინგლისურში ორი უარყოფა არ შეიძლება. ანუ I did not never, ეს უკვე იქნება შეცდომა. I never used to, it's much more simple. So, I didn't used to. და მოდი ახლა კითხვა დავსვათ. იყავი აქტიური ბავშვი ბავშვობაში? Did you used to be active in your childhood? Or did you used to like coffee back then? Did you used to play hide and seek in your childhood? დამოუკიდებლად თამაშობდი ბავშვობაში? Or did you used to watch Teen Wolf? That TV series was kind of very popular back then, so მოდი ახლა მითხარი, როგორ იტყოდი, ის ადრე ძალიან მორიდებული, ნუ მორცხვი იყო. სიტყვა მორცხვი ინგლისურად არის shy. Yes, she used to be very shy back then, adre, or in her childhood. Actually, I used to be very shy in my childhood, really. Adre ხორცს ვჭამდი, მაგრამ ეხლა აღარ ვჭამ, რადგან ვეგეტარიანელი ვარ. Yes, I used to eat meat, but not anymore, because I'm vegetarian. ის ადრე არ იღვიძებდა ხოლმე. She didn't used to
wake up early. That's all. ხანდახან სულაც არ გვჭირდება სიტყვა back then, before და მსგავსი სიტყვების გამოყენება, იმიტომ რომ თვითონ აი ეს used to, რასაც ჩვენ ვიყენებთ და ვამბობთ, აი ამას გამოხატავს, რომ ეს გრძელი პერიოდის მანძილზე ადრე როგორც ჩვევისახით ხდებოდა ხოლმე. მოდი ვნახოთ რამოდენიმე მაგალითი used to-ს გამოყენების სიმღერიდან. Because we used to be close, but people can go from people you know to people you don't. თარგმნოთ. So ის ამბობს we used to be close. ანუ ჩვენ ადრე უფრო ახლოს ვიყავით გრძელი პერიოდის მანძილზე. და არა უბრალოდ ერთჯერადი მოქმედება. და ის ხალხი, ვისაც ჩვენ ვიცნობდით, გახდეს ის ხალხი, ვისაც ჩვენ აღარ ვიცნობთ. That's the thing she is singing right there. Now you're just somebody I used to know. Now you're just somebody Now you're just somebody that I used to know. აი ამას ამბობს. ანუ ეხლა უკვე ის ხარ, ვისაც ადრე ვიცნობდი. კარგი, მესამე სიმღერაც ვნახოთ. Is this the place we used to? გამოთ used to გამოიყენება გრძელვადიანი პერიოდის ჩვევების, მდგომარეობის, მოქმედებების ასახწერად, რაც ადრე ხდებოდა ხოლმე წარსულში და მეტად აღარ ხდება. შემიძლია უარყოფითშიც გამოვიყენო, ანუ პირიქით არ ხდებოდა ხოლმე ვთქვა, ან კითხვა დაუსვა ადამიანს ამას ადრე შვებოდა თუ არა. ვუდიც იგივენაირად შემიძლია გამოვიყენო, უბრალოდ არის რაღაც განსხვავებები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე ვუდს ვერ გამოვიყენებ მდგომარეობასთან. ანუ მაგალითად used to შემიძლია ვთქვა მე ის ადრე მომწონდა, I used to like him, მაგრამ I would like him უკვე იქნება შეცდომა და ის უკვე აღარ ნიშნავს, რომ მე ის ადრე მომწონდა. ვუდთან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მოქმედის მნა action. მე მაგალითი განვიხილოთ ვუდის მეშვეობით. მაგალითად, we would go to the lake every summer. ჩვენ ყოველ ზაფხულს ტბაზე დავდიოდით ხოლმე. Go არის მოქმედის მნა და შესაბამისად მივიღეთ სწორი გრამატიკული წინადადება. ასევე ვუდთან აუცილებლად მჭირდება კონტექსტი, ანუ ადრე ხდებოდა ეს ხოლმე ბავშვობაში, მაშინ, წარსულში თუ ასე შემდეგ. იმისთვის, რომ უფრო პრაქტიკული გავხადოთ ჩვენი ეს გაკვეთილი და ეს თემა, მე ახლა ვისაუბრებ ჩემს ბავშვობაზე ინგლისურად. I used to be a very active child. I remember even my mom used to call me a horse because I used to be such a fast runner. Since I was the oldest child, I used to take care of my sisters, and we would often play moms and dads, hopscotch, hide and seek all the time. And I was always very hardworking at school, so whenever my teachers gave me homework, I used to try to do them in a creative way. And always in time. During summertime, my family members and I would go to the riverside. Even though I didn't know how to swim, I used to feel pretty happy about it. Well, once we were at the riverside, something happened. I started drifting away because my foot slipped. So luckily, my father saw me in time and he saved me. Then we were at the Martwilis River, and how stupid I was. My cousin told me to follow him, and I did. Well, just to be clear, neither he knows how to swim, and nor do I, as I said. So I followed him, and we both ended up being in deep water. Yes, and our feet slipped out, and we started drifting away. At first, people thought we were playing games, and we were just making fun of each other. But then they realized that we actually were drowning, so they started to pull us out. Well, we are alive and they saved us, but it was such a terrifying experience. I mean, I used to love water, but after those traumatic experiences, I developed a fear of it, really. Well, just to sum up, I used to be pretty responsible, hardworking, honest child, but I would also lie if I needed to. If I wanted to go somewhere and my mother said no, I would make a big fuss just to get my way. So, looking back, I realize I used to be a mix of naughty and responsible kid, just trying to figure things out. კიდევ ერთი პატარა შეხსენება, თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერია ჩემი გვერდი, please subscribe me. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი წინსვლისთვის. და ხო,
აუცილებლად დაიწყე use to და would-ის გამოყენება პრაქტიკაში. წუნებული ვარ, რომ შენი ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ უფრო გაუმჯობესებული და ინგლისურით ისაუბრო და იცი, როდის გვაქვს უფრო მეტი თავდაჯერებულობა, როდესაც ჩვენ თავს რაღაცას პირდებით და შემდეგ ვასრულებთ. So, იყავი შენი სიტყვის შემსრულებელი, შენი პირობის შემსრულებელი და თუ ამბობ, რომ აი ამ თემას, რომელიც საერთოდ არ არის რთული, დამიჯერე, შენ ეცდები რომ გამოიყენო, start now. სულ ეს იყო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და ავა წარმატებები. იცოდე, იმედები არ გაუცრო შენ თავს.